გუშინდელი გადაწყვეტილება, მენეჯმენტის გუშინდელი გადაწყვეტილება არის პრაქტიკულად უკანონო, არის მიკერძოებით მიღებული, არის უსამართლო, არის მიკერძოებული, არის არაპროფესიონალური, არის რეჟიმის სამსახურში მყოფი ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. სხვა ნორმალურ პირობებში პირიქით საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი უნდა ამაყობდეს ამ თანამშრომლებით, რომლებიც ასე გაწირა და ასე უნამუსოდ მოექცა მათ. მე პირადად, როგორც ბორდის წევრი, ვაპირებ, რომ ყველა ჩემს ხელთ არსებული ბერკეტი გამოვიყენო, რომ ხალხი, ის ადამიანები, კონკრეტულად თინათინ ბერძენიშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, სხვები, ვინც ეგრეთ წოდებული მოკვლევა ჩაატარა და ესეთი უსამართლო და ტყუილებზე და ცილისწამებაზე დაფუძნებული ეგრეთ წოდებული დასკვნა გამოიტანა, რომლის საფუძველზე ეს ხალხი სამსახურია და ასე უსირცხვილოდ გაათავისუფლეს, ყველა ჩემს ბერკეტს, კონტაქტებს და საშუალებას გამოვიყენებთ, რომ ამ ხალხმა პასუხი აგოს უმძიმესი სანქციებით პირველ რიგში. დანარჩენს კიდე მომავალი გვიჩვენებს, როგორ შევძლებთ ჩვენ ამ ხალხის სამართლიანად და სამართლებრივად საბოლოო ჯამში დასჯას. პასუხის გებასში მათ შემდგომ გადაცემას, როდესაც ამისი დრო მოვა. აი სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის ღალატისთვის და რეალურად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის და თვითონ ტელევიზიის და თვითონ არხის რეპუტაციის და შელახვისთვის და სახელის შელახვისთვის, რეპუტაციის შელახვისთვის და მომავლის მოსპობისთვის. იმიტომ რომ ეს არხი უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებრივ ინტერესებს და იმის გამო, რომ ხალხმა პროტესტი გამოთქვა, რომ სათანადოდ არ შუქდებოდა ნოემბრის და დეკემბრის დასაწყისის მოვლენები და პეტიცია მოამზადა იმის თაობაზე და ბევრმა ხელი მოაწერა იმას, რომ ესე იგი აპროტესტებდნენ თანამშრომლები ირაკლი ყობახიძის სამარცხვინო განცხადებას იმის თაობაზე, რომ ჩვენ საქართველოს ვაჩერებთ ევროკავშირში ჩვენს ინტეგრაციის პროცესს, იმის გამო, რომ რუსულ რეჟიმს ასე მოუნდა, აი ეს გააპროტესტა ხალხმა და ის გააპროტესტა, რომ არასათანადოდ მიკერძოებით და უსამართლოდ შუქდებოდა მოვლენები ამ არხზე. ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ხალხმა პასუხი აგოს და ეს აუცილებლად ასე იქნება. მეც ვეთანხმები ლიკას მის მოსაზრებებში. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ გამოცხადდა გვიან და იმ საბჭოთა სტილში, როდესაც სამსახური მთავრდება, აი მერე რო იღებენ ხოლმე ეგეთ გადაწყვეტილებებს, კლასიკური საბჭოთა სტილში გაათავისუფლეს პატიოსანი ჟურნალისტები, რომლებიც ამ ქვეყანას ემსახურებოდნენ და რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის. მე მინდა გითხრათ, რომ 37 წელი გრძელდება. ეს გადაწყვეტილებები, რომელიც იქნა გუშინ მიღებული, არის იმ სტილში და ძალიან სამწუხაროა, რომ დირექტორს ქალბატონ თინას მე მიმაჩნდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო ჩონჩხებზე ცეკვა, მას მოსწონს როგორ ჩანს ეს საქმიანობა და მან უნდა იცოდეს, რომ ვინც ჩონჩხებზე ცეკვავს და პოლიტიკურ მოტივებით, პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებს და ადამიანების თავებზე გადადის, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის შედეგი მოყვება. მან ეს უნდა იცოდეს ძალიან კარგად. სამწუხაროა, რომ მან ესეთი გადაწყვეტილებები მიიღო, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ აუცილებლად ამას მოყვება პასუხი და პასუხისგება. ეს არ არის ისეთი ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც ყველას დაავიწყდება. არავის არ დაავიწყდება ის, რაც სამწუხაროდ გაკეთა გუშინ. მათ ბევრი ნაბიჯი გადადგეს, სხვათა შორის გადაცემა 10 თვეა გააქრეს, ჟურნალისტები გააქრეს,
შემდეგ დააბრალეს ამ ჟურნალისტებს, რომ ისინი სამშობლოს მოღალატეები არიან. შემდეგ დააბრალეს, რომ რაღაცა უკანონო სავარაუდო შემოსავლები აქვს. დაამხეს თავზე ყველაფერი წინასხდომაზე, არ მიცეს საშუალება თავი ემართლებინათ, რაც არის უნამუსობა, პირდაპირ ვამბობ და უსინდისობა, იმიტომ რომ ისინი არიან ადამიანები, მათ უკან დგას მათი ოჯახები, მათ უკან დგას სიმართლე და საზოგადოება, ამიტომ ასეთი რაღაცების კეთება არის აბსოლუტურად დაუშვებელი და ვიმეორებ, ეს არის უსირცხვილობა, უნამუსობა და მათ აქვთ უფლება და ჩვენ მოვითხოთ, რომ მიეცეთ მათ, აუცილებლად უნდა მიეცეთ მათ საშუალება მოვიდნენ იქ სადაც მათ თავს ლაფი დაასხეს და გაცენ საკადრისი პასუხი, იმიტომ რომ ეს არის სამართლიანობა და დარწმუნებული ვარ, დღეს თუ არა ხვალ ეს აუცილებლად ესე იქნება და არავის არ შეერჩება ესეთი უნამუსობა. აი მე ამის მას ვავირებ. ეს არის მოღალატეობრივი რეჟიმის მორიგი ნაბიჯი, მორიგი რეპრესია და ჩვენ ამას არ უნდა შეუშინდეთ, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი თავისუფლებისთვის. სანამ უკრაინა იბრძვის, ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ეს რეჟიმი დავამარცხოთ და სამართლიანობა აღვადგინოთ ამ ქვეყანაში და გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ. და არავის არ აქვს უფლება და არავის არ მივცემს საშუალებას, რომ საქართველოს სტილით ვიბრძოლებთ ბოლომდე. თქვენ უსმენთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებს.